გადადადან დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დღეს რა თქმა უნდა ჩვენი საყვარელი დღე არის ტრენდის დღე არის არ არის სამწუხაროდ ჩვენთან ერთად არ არის თეონა ბაღდავაძე და მოგიკითხავთ სადაც ხარ და იმედია მალე დაგვიბრუნდები მაგრამ დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე სხვათა შორის რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე თუ რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალის ჩაცმულობაში აქსესუარების სამოსი ასე შემდეგ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდნენ და ძალიან კარგად ჩამოაყალიბეს მათი აზრები და ეხლა ვატრიალებთ ყველაფერს უნდა შემოვაბრუნოთ და გოგონებმა უნდა ვიჭორავოთ და უნდა განვიხილოთ თუ რა არ მოგწონს კაცის ჩაცმულობაში ჩვენი მშვენიერი გოგონები თამარ გაჩეჩილაძე ნინი ბადურაშვილი და და ვიქტორია სიკრეტი გოგიჩაშვილი ძალიან დიდი მადლობა გოგონებო ერთმანეთზე მშვენიერი სტუმრები გვყავს მოკლედ და ის გადარჩენიათ ბიჭებს რომ აიღონ კალმის კარი ხელში და ფურცელი და რა არ მოწონთ ჩაინიშნონ ჩვენ საინტერესო იმათ რა არ მოწონდათ მეც და მე რაც დავიმახსოვრ ეს იყო უფორმო შარულები აი რომელსაც უბე მაგალითად ძალიან ყვევითა ხო კიდე რა იყო მე ეს დამახსოვრ და ყველაზე მეტად მე მოკლე ქვედა ბოლოზე იყო საუბარი რომ ნუ თუტანი ხელს არ გიწყობს და ფეხი ხელს არ გიწყობს რატომ გაცვია ხო მაღალი პლატფორმა ერთხმად ყველა მაგრიშნა რომ ძალიან ანუ კაცებმა ისაუბროს ქალების ჩაცმულობაში რა თამარ ეს საერთოდ ჩურიციებაა რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საუბრობთ ახლა მათ ჩაცმულობაში ტრენდიდან გვაქვს ამოღებული ის კონკრეტული ტიპები, ასე ვთქვათ, მინიშნებები თუ ქალებს რა არ მოწონთ მამაკაცის ჩაცმულობაში, მაგრამ სანამ მაგაზე გადავიდოდეთ, აი თქვენგან სათითაოდ რო გავიგოთ, თაკო შენგან დავიწყოთ, რა არ მოწონთ, რა გაღიზიანებს ყველაზე ძალიან აი რომ მოდის მამაკაცი და დაინახე ვაიმე რომ ჩაცმულობაც და აქსესუარიც შეიძლება. კი ბატონო. ტიპაჟიც შეიძლება თვითონ ხასიათის შეიძლება ყველაფერი ამოღერღეთ მაგალითად არის ერთი პუნქტი რომელიც ამათეულშიც მოხდა რაც ძალიან არ მომწონს მე არ მომწონს გადაჭარბებულად აი ყველაფერი როა მე მომწონს ძალიან სადად ჩასმული მამაკაცი ხო აი გადაჭარბებაში რა იგულისხმება აი გადაჭარბებაში გულისხმობ აი კაპიშონკაც შარფით სათვალეც აი ცოტა კეპკაც ცოტა აი ყველაფერი არ მომწონს ყველაფერი ერთად აი მომწონს ცოტა ანუ ორი სტილის ჩაცმულობა მომწონს. ვერ ვიტყვი რომ ეხლა მანდ მაინც მარტო სოლიდური ჩაცმული კაცი მომწონს. ანუ მომწონს როცა აცვია იგივე ის ჩაჩაჩული და იგივე ის რაღაცა კაპიშონკაცი. ცოტა კლასიკური, ცოტა casual. მე მგონი ყველაზე კარგი მე მომწონს, როდესაც აი ძალიან სადა არის და ანუ გადაზედმეტება რო არა. აი როგორც გოგოებში არ მომწონს, აი გადამეტება ისე არის მე მგონი მამაკაცების კაცი. ანუ გოგოსთან უფრო მოსულა რომ რაღაცები იგიჟოს და კაც მგონი რომ ეს არ ეპატიება. ნინი, აბა შენი აზრია გითხრა. დაიწყებით იდით და ჩემთვის თორე ვიღაცის თუ შეება ვიღაცას მოსწონდა შეიძლება დავიწყეთ სანამ რეკლამაზე. ძალიან არ მომწონს მამაკაც აქსესუარები ახსენე და აი ბეჭედი. ანუ იმაზე არ მაქვს საქორწინო ბეჭედი პირიქით ძალიან მომწონს, მაგრამ ბეჭედი პერსტენი თუ რაღაცა ხო აი ძალიან არ მომწონს, აი ძალიან მაღიზიანებს, არ მართლა არ მომწონს და ბოდი შეხატულ ვიღაცებს გიკეთიათ, მაგრამ მართლა. სამაჯური კიდე შეიძლება იყოს თხელი, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი ოქრო და რო ბრდღიალებს ეგეც აქაც ხო აქ დიდი ძალიან დიდი ცები ოქროს და ჯვარი დიდი აი როდის გემოგეცემა შანსი რა ცები გამოაჩი ფული მაგარი რო გაწე აი ძალიან მეც აი დავეთანხმები თაკოს რომ მომწონს როდესაც კაც გემოვნებითაცია მაგრამ სადაც რა ანუ აი რაღაცა ძალიან მონდომებული როა და ნაფიქრი რო აქვს და მთელი დღე რო გამოიცვალა რო ეთყობა ეს უკვე ისა და ნუ სადა იცი რა ძალიან სპორტულიც არა და არც ძალიან კლასიკური რაღაცა ისე ანუ ხო მაგრამ აი კონკრეტული თქვი რაზეც ვსაუბრობდით რა არ მოგწონს ლაკის აი ცოტა რაღაც ძალიან თხელი ცხვირით და გრძელი ცხვირით დასაცმელი წვეტიანი და არ მომწონს და დეკოლტე მაისურები და მაგაზე კალათბურთელებს რო აცვიათ ნუ მოედანზე ნუ რა თქმა უნდა ესეთი უნდა მაგრამ ისე ცხოვრებაში არ მომწონს აი რაც არ უნდა მაგარი ტანი კონდეს მაინც არა აი ეს სურო აპოლონი იყოს არ ეპატიება კარგი ნანუ ახლა როგორ ჩაფიქრებული ვიცი რა მაღიზიანებს მომეცა საშუალება რომ დავიღო თქვი
არა, აი, რომელი ბიჭები მაგიზიანებს, იცი, აი, კონკრეტულად მოდაში შემოვიდა. ეხლა აი, პატარა მილიონერებს ეძახი მაგ ბიჭებს, აი, დაახლოებით 30 წლამდე მისულები, რომლებიც აი ძალიან სარკაზმული და ხმამაღალი ნათქვამია მილიონერები, მაგრამ აი, რო ბიჭობენ, ერთი კაფე მაინც უნდა ქონდეთ შარდენზე გახსნილი, ანუ ვერს ვიცნობ, ესეც არ ეწყინოთ, მეგობრობ კიდევ, როგორ? ანუ უბრალოდ ცუდად არ ვიძახი, მე უბრალოდ არ შემიძლია ესეთი ბიჭები. რაღაცა რო ტიპობენ, რა უკვე რო ისე რო გესალმებიან, რაღაცა საარუჩკა აუცილებლად უნდა ეცვათ, ჯინსიც, ანუ თან კეჟუალობაც უნდათ, მაგრამ საქმე მოიტანა, ბიზნესმენები არიან გესმის და ისეთი ალბათ ბერბერის საარუჩკა უნდა ეცვათ, ან კეპი მაინც უნდა ქონდეთ. აი ეს ბიჭები, ნუ არ შეგიძლია. კარგი, ჩვენ როგორც უკვე ვთქვით, სტატიაში 10 პუნქტად არის განაწილებული ის, რაც ქალების უმრავლესობას მამაკაცებში აღიზიანებს და პრინციპში დაიწყო იმით, რაც ნინიმ უკვე ახსენა. ეს არის ძალიან დიდი დეკოლტე, ეგრეთ წოდებული V-ფორმის მაისურები და პოლტიანი ბიჭი. აი, ნახეთ ფოტოებიც გვაქვს. მე არ მაგიზიანებ. არა. კაი, ამაზე არც მე. შეიძლება. ანუ აი V-ფორმის მაისურს როდესაც ვახსენებ, სულ ესეთი ბიჭი უნდა წარმოგიდგეს. ესენი ძალიან კარგი ბიჭები არიან, მაგრამ მე ზოგადად მომწონს. უბრალოდ კარგი ტანი უნდა ქონდეს, მე ესე ვფიქრობ და ყველაფერი მოუხდება. მე არ მომწონს, ახლა გამახსენდა ისინი, რა ქვია, რაღაცა ცოტა მოელასტიკოთ მიწრაშარვალი. კი, სისხლის მიმოქცევას რო არ მოკლედ გოგონებო, ერთხმად ეს მოგწონს თუ მე არა? მომწონს, იმიტომ რომ კონკრეტულ ბიჭებსაც ვიათ. ეს ყველას ვის გააჩნია? აი არ ვიცი მომწონს. ამაზე მომწონს, მაგრამ ეხლა აი ელეისი რა გაიული იქ მოგეწონება, იმიტომ რომ ყველაფერს ლოს-ანჯელესში ესეც მე მომერე თბილისში არ დავინახე. შემდეგი რაზეც გადავალთ, მე პირადად არავიზე არ მომწონს და დამეთანხმებით თუ არა არ ვიცი, როგორი კარგი ფეხიც არ უნდა მოდიოდეს, შორტი რაცია ბიჭს. ვაი, თან აქ საუბარია მოკლე შორტი. სანაპიროზე რატო არა? კი, სანაპიროზე ჩემთვისაც შორტი ამის მე არ ანუ მარტო არ მახსენდება არც ჩემ ნაცნობში. შვენიერ ფეხები აქვს თან ახლა. ხო, შვენიერ ჩემზე კარგი ფეხები ნამდვილად აქვს. ამ შემთხვევაში კარგი, ანუ აქ დავჭით მე და ნანუ უკამ გონი მარტო ვინც შორტებს დავწავდით დიდი სიამოვნებით. სხვა შორტი უფრო მომწონს. ნუ ეს მოკლეა თან უფრო ძალიან. სხვათა შორის აი ახლა ვიხსენებ და მამაკაცები რომ მყავდნენ სტუდიაში, ისინი ბევრად უფრო პრეტენზიულები იყვნენ, არა და ბევრად უფრო ბევრ მინუს პაულობდნენ. მამაკაცები ზოგადად აი, როგორი ესეთი გლობალური შემდეგი ეს არის მაისურები ლოზუნგებით და უკბილო ხუმრობებით. აი მე პირველად გამახსენდა მაგალითად აი სექს ინსტრუქტორ და რაღაცები რო აწერიათ ხოლმე და ესეთი მაისურებით რო დადია. dance repeat რა გინახა მშვენიერია, რატო გაგიზია? My most expensive იშა t-shirt. გააჩნია რა აწერია. ხო, გააჩნია და ის გახსოვთ ყველაზე ესეთი აქტუალური და ძალიან პოპულარული იყო დღესაც კი შეიძლება ეს married დაქორწინებული წყვილი რო იყო და game over რო საშინელება იყო. რა ბოროტობა ოჯახს რო შექმნის დამთავრდა ყველაფერი თუ რა და yes no მაიკები თუ კი, ამაზე ჩვენ გვისაუბრია. ამაზე გვისაუბრია და იცი რა, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, ეხა თუ აწერია რაღაცა come sex with me და რაღაც საშინელებები. ეგეთი ტიპები და მანქანებზეც რომ ნომრები რო აქვთ ხოლმე ეგეთი საზღვრები, ეგეთი არა, მაგრამ გააჩნია რა აწერია. მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს შაკარფი ისეთი არ ეწერა, რაც არ შეიძლება რომ აღიზიანებელი წარწერებები არ მოგწონს ჩვენ ხალხებს და ეგრეთ წოდებული ვიეტნამკები მოგწონს? აი მახართ ახლა ფოტოს და მიხვდებით ყველა რაზეა საუბარი. რა, რომელიც შარვალი და ფეხზე აი კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ადამიანმა პლაჟზე რა ნუ ამათ როგორც ეცვიათ ესე არ მომწონს აბაშიძეზე რომ გამოიაროს ვინმე სანდრომ ფლიპ-ფლოპები და არ გავგიჟდები ყოველ შემთხვევაში ხო ქალებს ხო მაგრამ აი სანაპიროზე როცა ხარ სანაპიროზე რა უნდა ქნა ხო რა თქმა უნდა ფეხსაც მით რო წარმოდგეს უფრო მეტი ჩვენ შევდივართ თქვენს მდგომარეობაში მამრებო არა, შვენიერი ჩაიცვით, არ არის ცუდი, ხო. მე ბევრი რაღაცა დავიდეთ, ბევრი რაღაცა. ხო, რაღაცა, აი ეთქობა ძალიან კაი ბიჭებს გვანახებ და ცოტა ბიჭებს გვანახებ. ცოტა მახინჯები გქონდა. აი ცოტა უფორმო ტანით და მე შეიძლება
გააჩნია მართლა ვისაცვია, ხო? კი, ამ შემთხვევაში მე მომწონს რაცაც ვიეთ. ნუ ეგ არის ტრენდული არის და დღესდღეობით ეგრეა. ამიტომ ნუ უნდა შეეგუო ნინი რა სიზა. ხო და ვეგუები კაცო რაც უნდა ისჩაჭე. გაი, ახალი რაღაცა ტრენდია, ასე შეიძლება ითქვას, კლასიკური ჟილეტი, რომელიც უბრალოდ მაისურზე აცვია. თითქოს ხომ მიღებულია, რომ პერანგზე უნდა ვიდე და არის რა ეს არის აი, ეს არის ახალი ტრენდი სხვათა შორის. ამაზე კარგად შეეძლო ჩაიძიროს ეს ცოტა სპორტული და კლასიკური სტანდარტი მე პირადად არა, აქ მოდელიც ისეთი შეარჩიეს მე მგონი, რომ თქვენი გული ვეღარ მოიგო, უბრალოდ მაისურისგან განსხვავებით. ბავშვობაში რომ გაგიპატარავდება და მე ტრენდი რო იღვიძებს და ისე ვიცმე, მაგრამ ჯინსის რო ყოფილიყო გაცილებით კარგი იქნებოდა. არა, არ ეს სხვათა შორის ტრენდიც გვირჩევს, რომ ასეთი ჟილეტი მხოლოდ კლასიკურ პერანგზე ჩაიცვითო. ამ ტენდენციას მოვაყვებით, ნამდვილად. შემდეგი არის ქამარი უზარმაზარი აქსესუარი და თბილისში მე პირადად ერთი ბრენდის ქამარი მახსენდება, რომელსაც არ დავასახელებ, რომელიც თითქოს აი აქაც გამოჩნდა და სულ აღარ ჭირდება ჩემი დამავიწყე. აი ეს ბიჭები აღწერა მე პირადად პატარა მილიონრები არიან და ეს ბიჭები სარუჩკა. აი ხა გოგონებო გულწრფელად მითხარით. აი ამის გამო შეიძლება ბიჭი დაიწუნოთ? კი. არა, ეხა ექსისური ხმა ნინი. ნუ ძალიან განათლებული მე ვიხსენე ბიჭებს, ვისაც ეკეთა და არ დავიწუნე და ჯობდა დამწუნე. გეტყვი რომელიც ეკეთა მარჯვენა, ხო? აი პეიჯი რო ქონდა დიდი. ერთ-ერთი უყარებენ ხოლმე. რატო ჰერმესი არა, ეგ ჰელენა წერია ჩემი სახელზე. სხვათა შორის აი ეს დიდი ქამრებიც ახლა აღარ არის ტენდენციური და ტრენდი გვირჩევს, რომ შევცვალოთო სადა და უფრო მარტივი ქამრი. კი. ეიჯი მაინც არის. ვითვალისწინებს ხარ დაიწეროთ არც ეიჯი და არც ჯი და არც გუჩი და აი რაღაცა. დიდი დოლჩე გაბანა, რაღაც ეგეთი. კარგი, შემდეგია დიდი ზომის პიჯაკი. ანუ განსაკუთრებით გოგოებზე როგორ ზომის ხო, პიჯაკი ესეც ყველა გოგოს არ მე უნდა. მეორე ძალიან თუ გეტყობა რომ შენი არ რაღაც არის. ვითინ ჰიუსტონის ფილმი ბოდი. მე ოვერსაიზ ისე მომწონს ყველაფერი რომ ხო, მაგრამ ამ ფოტოთი მე მგონი კაცებზეც არ მაგალითად. მაგრამ იცი რა რაღაცა ახლა ბეჭდაბეჭდება შეიძლება რომ დიდი აქვს უბრალოდ ეს რათაცვია. ხო, მაგრამ ეს არის მე პონტი რომ იკეთებიშტება დაგჭირდა. თვითონ oversized მაგრამ ეს oversized იდეა მოგწონს ესე გავიგე სამიოს მეც არ ვარ. კი და გოგოების შემთხვევაში განსაკუთრებით. უფრო casual ჩაცმულობაში ძალიან მომწონს და მივესალმები მე პირადად oversized ქალებშიც მამაკაცებშიც, მაგრამ ეს კლასიკური oversized-ი ძალიან არ მომეწონა ქართულ მამაკაცებმა არ გიჩვენეს. შემდგომ მე მგონი უარესია კიდე თვითონ რომ ძალიან პატარა. აი შენ თვითონ თუ ძალიან პატარა ხარ და უფრო დიდი თუ გაწვია და ყველას მგონია რომ შენი ზომა უბრალოდ არ არის აი ეგ არის ყველაზე ცუდი შემთხვევა და ეგ უკვე ტრაგედია. კარგი, გადავედით ვარდისფერი ფერის ნივთებიო, ძალიან აღიზიანებთ ქალბატონებს, მე პირადად პერანგი ვარდისფერი გარუჯულს ხელზე ძალიან მარჯვენა ჩემ კი, მე ძალიან მომწონს ეს პიჯაკი, რომელიც აცვია, მაგრამ ქალებიო თვლიან რომ ეს ზედმეტად მეტროსექსუალურია იმისთვისო რომ მივიჩნიოთო აი მარცხენას არ მივესალმები და მარჯვენას კი. თაკო, გონი მე არც მარცხენა არ მომწარებს როგორც ვთქვი, იმიტომ რომ აი სპორტსმენებს ვაპატიებდი. ზოგადად ვიღაცა ნუ ლევანს წარმოსადებს და ვერ დავინახავდი ამ იმაში და ვიღაც ისეთ ფიშა როგორ ხარ და ნუ ვაპატიებდი არ გამომწარებდა. თუ არიან ესეთი ფერადი მამაკაცები აი ჩვენს მართალი ხარ ელენე. რამდენად არიან? გახსოვთ ქართველი დიზაინერებიც ხშირად გვისაუბრია ჩვენ სტუდიაში და ამბობენ რომ ქართველი მამაკაცების შემთხვევაში რა თქმა უნდა ისინი ბევრად თავშეკავებულები არიან, ბევრად კონსერვატორები არიან და ესეთ ფერებს ჩემი დათვის თანავარსკვლავი. ესეთ ფერებს გაურბიან ასე ვთქვათ, მაგრამ მე მომწონს რატომაც არა უნდა გახალისდეს. თან იმიტომ რომ ვინტაჟური სამოსი შემოდის ისევ მოდაში და უკვე შემოვიდა და დაიპყრო საქართველოს კი და მან როგორც მოგეხსენებათ ამ ვინტაჟურ სამოსში ძალიან ჭარბობს ფერად-ფერადი კვას-კვასა ფერები, ნუ დამეთანხმებით არა, ეგრე არის. თაკოს დრო მოვიდა. და შემდეგი რასაც უნდა ვისაუბროთ, თაკომ რო თქვა, ძალიან მაღიზიანებს. უკვე ნახსენები იყო, სწორედ ამას ვამბობდი, მე ძალიან მოტკეცილი ჯინსები, ისე რომ გონია რომ ისე უჭერს რომ ვეღარ უნდა გაია. არა, ეს არც. ემსგავსება ცოტა უკვე გოგოს. ეს ძალიან გოგოს ჯინსია. არა, ხო რა საჭიროა ვერ ვიცი. საჭიროა. აქ შევჯერდით ანუ საერთოდ. ვარდისფერშაროს გაპატიებ ჯანდაბას თუ სპორტსმენი ხარ. ეს აღარ მინდა. ერთი კრისტიანო რონალდოს აცვია და იმაზე ნუ თვალს ხუჭავს ვიღაცები და აი ქართულზეც არ ვიცი. არა, არ ვარ. ამას ვარდისფერშარვალი მირჩევ. არ ჩაიცვათ. კი, მეც მირჩევია ამას ვარდისფერი. იგივე
რომ იყოს ვარდისფერი საერთოდ ორი და ხოლმე მაგასაც პლუსი. და შემდეგი ამაზეც ნუ ბიჟუტერი არ გვიხსენებია ნინიმ თქვა უბრალოდ რომ ძალიან არ მოწონთ ეს ბეჭედი თუ არ არის რა თქმა უნდა საქორწილო და პირიქით ამ ხრივ ერთგულებას ჩვენ ვაფასებთ თუ არასდროს არ იხსნია და ბიჟუტერია შემდეგი პუნქტი. აბა ნუ ესე ზოგადად ფოტო მომწონს და კარგად გამოიყურება, მაგრამ აი მართლა ვინმე ლებანი ესე ქართულ რეალობაში რო წარმოვიდგენ ვინმე ნაცნობი. ხო, აი მაგაზე აი ASAP Rocky-ს რომ ისინი უკეთია რა ქვია ბიჟუტერიები და რაღაცა ბეჭდები და მთელი აქსესუარები იმაზე ძალიან კაია. ძალიან ლამაზია და მომწონს და აი ეს კბილებშიც რო უდევს ეს ყველაფერი ეს სტილში ზის და ხა რატო წარმოვიდგინე რომ აი ძალიან მაგარი მანქანით მოდის ბიჭი და ესე საჭირო და მაგარი გაგვიჩერი იცი რა მაგარესებს აი თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა რომ თუნდაც აი ბიჭი დაინახე მოგეწონა და აი თქვათ აი შეხვედრაზე არ ვიცი ან სადმე შეამჩნიე რომ ისეთი დეტალი აქვს ან ისეთი რა მაცვია რომ შენთვის არის მიუღებელი ხო ბუნებრივი ხა გემოვნების საკითხია და გაგიწყვიტავს ურთიერთობა აი ამ მიზეზის გამო. ო, რა კარგია, რა კარგია. ოფიოთ თუ არა, იმასაც ვედავები ბიჭი რომ აი მაგასაც რომ მივედა, ალბათ იქამდე არის უარი მარკო მაგა გამამწარებს. ნანუკა, ერთი კონკრეტული რაც ისე დაგამახსოვრდა. ლაპარაკის მანერა უფრო გამამწარებს და ვიტყვი რომ აუ სამწუხაროდ რა კარგია ფიზიკოსი იყო ის ეს კარგ პიცას აკეთებდა ან რაღაც გადაჭარბებულად რო თქვა, ვიდრე რამე ტანსაცმელში ხდი, ხე ეგრე ძალიან არ გამამწარებს. აი რაღაცა დეტალი. ნუ ფეხსაცმელი არ ეცვას მაინც და მაინც ლაკის როგორც ნინი. მე კიდე აუცილებლად ვეტყვი პირდაპირ რომ ნუ ეს რა არის რა უბედურება გაქვს. თუ განმოიხილე არა და რა კარგი ბიჭი. არა და კარგი ბიჭი, აი კარგი ბიჭი ჩანდი, აი რომ მიდიხარ. არა მე მithქვამს. აი რა გამოუშვიათ. რაზე გეხმარდა? მითქო რომ დაწერ. რაზე? აი ცოტა დამით. აი მაქვს იუმორი საბედნიერო და რაღაცა ისე მithქვამს რომ ნუ იმასაც გაცინებია და შემდეგ უკვე მივხვდა რა. და თან ხო, შეიძლება ეწყინა ცოტა, მაგრამ ნუ არა უშავს. მაგრამ რო გითხრა რომ მაგის გამო კონკრეტულად რაღაცა დეტალის გამო არ მინდა, არა, ესე არ. ეხლა შენ რომ მოგვიყვა ეგ ამბავი ძალიან ეწყინება იმ ადამიანს. მიგვანიშნე რომ ვიცოდეთ რა იზიანებს ნინი ბადურაშვილს. ნუ იყო რა. არა იყო რა. იყო ერთი რომელზეც ნუ არ მომწონდა რაღაცნაირი პერანგები და რაღაც ისე ვეუბნებოდი ხოლმე. ნუ თამარი ხვდება ხა ყველაფერს ისე ვსაუბრო ვინებზე. ცოტა გოჭის რო გავხართ ხო რა. არა, ვიღაცა ვერ გამოსწორდნენ სხვათა შორის და არა, ცოტა გამოსწორდნენ, ვიღაცები გამოსწორდნენ. რო გიდე ხა ძალიან ვერ დავკონკრეტდები, იმიტომ რომ არ გამიხვდნენ, იმიტომ რომ ალბათ ხა მიყურებს მიხვდება რომ ნუ რაღაცა ფეხსაცმელი არ მომეწონა და რაღაც ისე ხუმრობით უთხარი რომ რაღაცა პეჩენიები გაცვია თქო და ეს პეჩენიებზე გაეცინა და ამ პეჩენიების გამო ალბათ დაკომპლექსდა და მე რაღაც ისე შეიძლება რომ უთხრა ადამიანს რომ ძალიან არ ეწყინოს. ჩემ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა რომ ფეხსაცმელებზე მithქვავს რომ აი რაღაცა ძალიან ფრინავი ბოტასები რო აქვს. ხო, ესეც არის. ნუ აი და Victoria's Secret-ის ისინი ფრები რო აქვს ბოტას. ანუ თქვათ მე მithქვამს რომ ნუ აი რა არის გაცვეს რა გაცვია თქო და იმას წენია. გაჩნია ადამიანს რა. ანუ მე ხო ვთქვი რომ ვიღაცა გაითვალისწინეთ, ვიღაცამ არ გაითვალისწინა და ვიღაცებს წqinთ ხო და აი ეს ჩვენ საუბრობთ ტანსაცმელზე დეტალებზე, მაგრამ ეს რეალურად ხო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ძალიან კარგად და ტიპაჟს ხო, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ტანსაცმლის მიხედვით შეიძლება ამოიცნო როგორი ტიპია, მოდი ასე ვიტყვი. ადამიანი რომელსაც უკეთია ვთქვათ ბეჭედი, ბევრი ცეპი, ოქროსი, აქ ჯვარი, აქ რაღაცას უსვამს ხაზს, ხო, მისი ხასიათის რაღაცა ბოდიში რო გაწყვეტინე ფსიქოლოგიურად ტანსაცმელი პირდაპირ წაკითხული მაქვს. პირდაპირ გამოხატავს ადამიანის ხასიათს და ბუნებას. ჩემი აზრით კომპლექსი არის, ალბათ რაღაცა შებრაღაცის დეფიციტი ქონდა ბავშვობაში და ამდენი ოქრო იმიტომ უკეთია, რომ აი კომპლექსებსაც ხაზს უსვამს, მეც ყოველთვის ამას აღნიშნავ. მე პირადად ესეთი ბიჭები ბოდიში ელენე შეგაწყვეტინე და გარკვეულად აი როდესაც საუბრობთ ესეთ ბიჭებზე, ის სულ მახსენდება პირიქით, ანუ აი ძალიან თავდაჯერებული ბიჭები. შიგნიდან მაგას კომპლექსი ექნება. რა თქმა უნდა, ფარავენ ხოლმე. ანუ აი ეგოისტურად რომ მოწონთ თავის თავით და პატარა ჟელესაც რო შეახებენ თვაზე. ხოსთან აი ისევ სპორტსმენი ბიჭები მახსენდება აი ამ იმაზე გესმით? ვიღაცებზე არ ვიტან. ხო, მაგრამ მე ესე რომ ჩამოთავ ძალიან ბანძი ბიჭი გამოდის, მაგრამ ქართველი არ გამოდის არასდროს. ანუ ესე
მონათოლში, იმიტომ რომ ქართული ჟელეიანი ბიჭი რაღაც ცუდად გვახსენდება, მაგრამ მთავარი და გვავიწყდა. აბა, ძალიან გამაღიზიანებელი არის ბრენდის ის რო გაწერია. ნამდვილად. ჩვენ მქონდა ერთხელ მართალია მამაკაცებთან კავშირში არ იყო, მაგრამ ეს იყო ფრანგი ქალბატონებისთვის სახელმძღვანელო და ვთქვით, რომ დიდი წარწერები არის მხოლოდ ოფთალმოლოგებისთვის და არა იმის დემონსტრირებისთვის, რომელი ბრენდის სამოსი გაცვია. და ბოლო ეს არის წინდები და ეს პატრელები ერთად. ეს არის ის კომბინაცია, რომელიც უნდა დაივიწყოთ. ეს სანდლები და წინდები ერთად, მოდი ასე ვთქვათ. ხო, ნუ მე მგონი ამას ერთხმად ვეუბნებით არა. იცი რა არის, რაღაცას ვიტყვი, არ ეწყინოს, ვისაც ესეა აცვია, მაგრამ ადრე აი კინოები და ამერიკული კინოფილმებიდან მახსოვს ეს, რომ ესეთ ტიპაჟებს ეძახდნენ ლუზერებს, რო. ხო, ეხლა ლუზერები, არ ეხა გაიზარდნენ იმებს და არ მიწყენოთ. ისე სხვათა შორის ერთი მომენტი მახსენდება, ეს არ იყო ჩემ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, სამსახურეობრივი რაღაც შერჩევა მიდიოდა და მე უბრალოდ უნდა ჯდარიყავი ესე გვერდით და გამეწია პარტნიორობა, ხო, კონკრეტული ბიჭებისთვის, ანუ ეძებდნენ რაღაც როლზე კასტინგი იყო და ერთ-ერთი შემოვიდა და ეს ყველას მოეწონა ძალიან და უცბად ისე მოხდა, რომ ნეტა არ გადაედო საერთოდ ის ფეხი ფეხზე, რატო გადაიდო, დააფუჭა ყველაფერი. მართლა არ მინახავს ამასაკის ბიჭზე არავეზე. წინდაზე ესე მიდიოდა ზონარი, მიდიოდა და წინდაზე ეგ ვიცი იმორიდან გამიგარე რომ რაღაცები აკეთებენ, ანუ აქ არანარი იმაში იქ არ ცხოვრებაში არ მინახავს. ხო, მაგრამ ეს მგონია რომ იმდენად უნდა ხვდებოდნენ რომ ძალიან ცუდია რომ არსებობენ რეალურად. აი, საკუთარი ორი თვალი მე სკეჩურად ვიციან. ხო, წინდაში კი. ფასმები, ხო? ფასმა წინდაში კი. დავამატოთ მე-12 პუნქტი. დავამატოთ. რომელიც უნდა დაივიწყოთ. ეს არის ფასმა წინდაში. ხო, ისეთი გოგოები საუბრობდნენ ბიჭებზე, რომ ბიჭებმა ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ, რას ფიქრობენ ნანუკა, ნინი და თაკო. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა. სტუდიაში მოგზაურობისთვის. გისურვებთ რომ სულ კარგ ბიჭებს შეხვდეთ და ისეც არა ესეთი დეტალები რო იქნება და რომ გაგაღიზიანო. დეტალები იყოს ბიჭებში გაცილებული პრობლემებია, რომელიმეზე მელაპარაკებით ეს პატრელზე და არანაკლებ მნიშვნელოვანი. მოდით ხოლმე ჩვენთან კარგი იქნება. შევხვდებით ცოტა ხნით და დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. დროებით.